მილანის განვლილ მოგზაურობასა და რომში დაგეგმილ მოგზაურობამდე შუალედში ბოლონიით, პიზით და ლასპეციით კბობის დრო დადგა. ეს იტალიაში მოგზაურობის პირველი ნაწილია, რომელიც ჩვენს YouTube არხზე უკვე შეგიძლია იხილო, სადაც ასევე იხილავ ჩონჩხებით სავსე კედლებს. წამოვიდეთ და ნახავთ კედელში ნამდვილ ძვლებს. მოკლედ, მარჯვენა ზედაკუთხეში ამოვარდება ლინკი, რომელზეც აუცილებლად უნდა გადახვიდე, თუ კი გაინტერესებს იტალიაში პიცა ჩანგლით იჭმება თუ ხელით. აქ დავაკვირდით და იტალიელები უმეტესად დანაჩანგლით ჭამენ პიცას. კარგი, დავუბრუნდეთ დღევანდელ ვიდეოს. მე ისევ ნიკო ვარ და ვამონტაჟებ მოგზაურობებს, რომლებშიც თავად არ მიმოგზაურია. ამიტომ შეგიძლიათ ჩემთან ერთად ჩაუშვდე ვიდეოს და ვნახოთ, სად გააგრძელეს მოგზაურობა დიანამ და არომ თავიანთ იტალიურ თავგადასავალში. ის კი ვიცით, რომ ყველა გზა რომში მიდის. ამიტომ სპოილერის სახით გეტყვით, ალბათ მესამე ნაწილიც იქნება. როგორც იქნა ჩამოვედით რომში. Game over. ანუ ფლიქს ბასის გაჩერება მქონდა, გეფიცებით ზუსტად ჩვენი სასტუმროს ეზოში, ჩვენი ფანჯრიდან ჩანდა ეს ავტობუსი, სადაც გაჩერებული იყო და დავჯექით თუ არა გავიდა, ანუ აქაც დავაგვიანეთ. და ჩანთას ჯიბეში მიდევს აროს მაისური. იმიტომ რომ ჩანთას ჩადება ვერ მოასრო. და ანუ ამაზე არაფერს ჩამოვედით ბოლონიაში, 2 საათნახევარი გვაქვს სადღაც და გავუსეირნოთ. მოვედით, ეს არის იტალიაში ყველაზე გადახრილი კოშკი. პიზის კოშკზე მეტათაც როგორც ვიცი. ეთყობა კიდეს გადახრა, ძალიან გადახრილია. არო დარჩა ჩანთებთან და მე დავდივარ ქუჩებში ვსეირნავ. თუ დრო გაქვს წესით ღირს ბოლონიის ნახვა, იმიტომ რომ ნაკლები ტურისტია, ანუ აშკარად, ბევრად გაცილებით. ამიტომ რაღაცა უფრო იტალიური ვაიბი უფრო მოდის ბოლონიიდან, იმიტომ რომ აი მაგალითად ხალხი დადის, მიდის, მოდის იტალიელები ისევ. და უფრო სასიამოვნოა, აი მილანიში და ვენეციაში, ბურანოშიც, ვერონაშიც ძალიან ბევრი ტურისტი იყო. და ახლა ეს ტურისტები არიან. არა, ბევრი არ არიან. ძალიან ბევრი ტურისტი იყო და ანუ ცოტა რთულია აღსაქმელად, როგორც აი კულტურის მხრივ, ან ქვეყნის აი ესე
შიგნიდან შესწავლისთვის ან რაღაც. უფრო მე მგონი სოფლებში და არატურისტულ ადგილებში უნდა ვიაროთ, თუ გვინდა რომ სიღრმისეულად რაღაცაები გავიგოთ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ვენეცია და მილანიც და ყველა ქალაქში სადაც ვიყავით იყო ულამაზესი, მაგრამ აი ცოტა გადაცვეთილი ის რო იტყვიან ეგეთი რა, ანუ მოვინახულეთ ადგილები, რომლებიც ლამაზე იყო. წავედით ახლა პიზაში. ჩამოვედით პიზაში. ახლა არის 3:30, უნდა მივიდეთ დავტოვოთ ჩანთები სასტუმროში და გამოვიდეთ დასაწყობილებში. ეხლა რაც შეეხება მგზავრობას. აპარატიდან თუ შეიძენთ, ანუ აპარატებიდან თუ შეიძენთ სამგზავრო მგზავრობას, ღირს ევრო და 70. კიდე შეგიძლიათ შეიძინოთ უძღოლთ, ანაწողოთ 2 ევრო ნახევარი ღირს, როგორც ვიცი, ამიტომ ძალიან მარტივი აპარატიდან შეძენა და ხო, რა თქმა უნდა, ჯობს რომ შეიძინოთ აპარატიდან. რამდენი უნდა ჭამო? როდის უნდა გაძღე? მაინტერესებდა პიზას დახრილი კოშკი და სიმართლე გითხრათ იტალიაში რო წამოვედი თითქმის ყველაზე მეტად ეს მაინტერესებდა. მართლა გადახრილია. Azzu pizza de partita Margherita marinara Shifudo teriyaki Capriccio genovese Quattro formaggio Pizza de pizza აქ არის ვაჭრობა, ცნობისთვის აქ უფრო იაფია, ვიდრე შედარებით გარეუბანში. ეს არის პიზის უკანა მხარე. თქვენს გარეშე ვიყიდეთ საჩუქრად ჩანთები. ყავი არის ნატურალური, 2 ცალი ესეთი ვიყიდეთ 40 ევროდ. გავაკლებინეთ მოკლედ რა. აი ესეთი. პაძუკა საყოველობა ჩანთები არის. ვერაპელე ხო რაღაცა. ვეთ ალტერ სოქსი, მაგრამ რა მგონია ქართული იყოს, რა ვიცი, მოხსენია მეორე მხრიდან. ბეზინგმა იტალია. იტალიური ალტერ სოქსი. Made in Georgia? Wow, made in Georgia. ალტერ სოქსი ვიპოვეთ იტალიაში. დილის 5 საათია, არა 5:30-ია. ეხლა მივიდივართ Flixbus გაჩერებაზე. ფეხით, რომელიც არის 40 წუთის გზაზე, 5 წუთი უკვე გავიარეთ. Mosla არ ბედოს დეკ. ასე ვიმხნევებთ თავს. იმიტომ რომ გვეძინება და თან დიდი გზა ფეხით. რა კარგია იტალიის ქუჩები ხალხის გარეშე. მეგობრებო, 17 წუთი დაგვრჩა სადღაც. უბრალოდ
ბევრი არ არის, მაგრამ ჩანთებით სიარული ძალიან ძნელია ხოლმე. და გამოვედით ვიზასთან. მოვედით მეგობრებო, პრობლემად. დიდად არც დაუღლილ ვართ. რა წავალ ხა ლასპეზია. ჩამოვედით, ისე ვერც მივხვდით, გვეძინა ორივესთან ძღოლმა კეთილობაზე. ჩამოვედით ლასპეციაში. ჩვენ გვინდოდა წასვლა ბიომაჟორიში, მაგრამ Flixbus-მა გაგვიუქმა ბილეთები და გადმოგვიწია აქეთ. ვეღარ ვასწრებთ იქ წასვლას, მაგრამ ერთი ლამაზი ადგილი ვნახეთ აქვე და ვეცდებით, რომ იქ წავიდეთ და რაღაცის ვაიბი რაც იქ უნდა გვენახა, სხვა ქალაქში მაინც ვნახოთ. ავტობუსში ვერ გავატარეთ ვერაფერი და ონლაინი და არა, ონლაინი და ვონთ არ ვიცი როგორ. და ეხლა მივედივართ ერთ-ერთ ძალამას სოფელში. მოვედით ამ სოფელში და ვეძებთ ეხლა ლამაზ ხედებს. ნამდვილი იტალიური სოფელი, ლიმნები, სიწყნარე და ფერადი სახლები სანაპიროსთან. ხლიკი. მე ძალიან მოწონს კი მინდა და ძალიან ცნობილი ადგილების ნახვა, მაგრამ აქ ცოტა ტურისტი არ ტურისტი საერთოდ არ არის. ძალიან სიმშვიდეა და რა ვიცი. დატკბობა შეიძლება რა ხალხის გარეშე აქ ავრობ. მოკლედ ვისი ამოვნეთ აქ ყოფნით. შემდეგი გეზი არის რომისკენ. 12 საათზე გვაქვს რომისკენ მიმართულება. აქ ამ სოფელში მოხვედა ლასპეციადან ძალიან მარტივია. 11 ნომერი ავტობუსი ან i-ავტობუსი მოდის. თუ მოგეწონათ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ თქვენს. Ho trovato posto, tanto privatamente non c'è più gratis.